ვარ მცირე მეწარმე, ანეს მოჩები, ვაკეთებ მოჩებს და დუბაის შოკოლადს და წარმოდგენილი ვარ ყლაპის მოჩით, რომელიც ვფიქრობ, რომ პირველად არის საქართველოში ქართული მოჩი. 10 წელია, რაც მოჩების და დუბაის შოკოლადის კეთება დავიწყე. აქამდე ვიყავით ფესტივალებზე, სხვადასხვა ქალაქებში, ჭიათურაში, საჩხერეში და წელს პირველად ვარ ქუთაისში გემო ფესტზე. განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ცნობადი ხდება ჩემი ნაწარმი, ნაკეთობები და ვფიქრობ, რომ რაიონულ მაკეთებ მცირე მეწარმეებისთვის ეს იქნება შანსი, რომ ბევრმა ხალხმა გაიცნოს. პროდუქციის რეალიზება სად ახდენთ, როგორ ახდენთ? მე თვითონ ჩვენს პატარა მარკეტში, რომელიც უკვე თვითონ ქალაქში ძალიან ცნობილია, იქ შემაქვს ჩემი მოჩები და დუბაის შოკოლადი და კიდევ რამოდენიმე მაღაზიაში ვაბარებ. თანდათან ვფიქრობ იმატებს ახალგაზრდების დაინტერესება სოფლის მეურნეობის მიმართ. მე თვითონ ვარ წარმომადგენელი, რომ მინდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს ქალაქში ჭიათურაში ვიყო და განვითარდე და ვფიქრობ არაფერი არ არის რაიონში ცხოვრების და განვითარებისთვის საჭირო, უბრალოდ მონდომება, ძალიან დიდი შრომა არის საჭირო და მონდომება როგორც ყველგან. ასე ყოლით თქვენს თანატოლებს და უფრო ახალგაზრდებს. წამოწყება, რომელიც ჯერ კიდევ არ განუხორციელებიათ, ვფიქრობ, შრომით და მიზანდასახულობით აუცილებლად გამოვა.